მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობთ იმისთვის, რომ მიიღებთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. გამარჯვებას გისურვებთ თქვენს ტელემაყურებლებს, მსმენელებს, მკითხველებს. მიმაჩნია, რომ თქვენი საინფორმაციო საშუალება სწრაფი ტემპებით მიიწევს კარგი სიმაღლებისაკენ. მადლობთ შექებისთვის. საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიის წაგება იმით ახსენით, რომ ვერ წარმართეთ პროცესები ისე, რომ ხალხს დაეჭირათ თქვენთვის მხარი. თქვენ ჯერჯერობით ერთადერთი დასახელებული კანდიდატი ბრძანდებით საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა გაძლევთ იმის იმედს, მოგების იმედს, იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომ დღეს ძირითადი ბრძოლა არის გაჩაღებული ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. და როგორ ემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მე არ ვემზადებ. 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე ან 2 წელი. ალბათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შემსამზადისი დაიწყო იმ წუთიდან, როდესაც მე გადავწყვიტე პოლიტიკაში ბედიმეცსა და როგორც დამოუკიდებელ ფიგურას შემექმნა ლეიბორისტული პარტია, გადავსულიყავი ოპოზიციაში, შევარდნაძე ჟვანია სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლებიც იმ პერიოდში აქტიურ ტემპებით ანგრევდნენ ქვეყანას და მთელი ეს განვლილი ამის 20 წლიანი პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანია იყო, მათ შორის საპრეზიდენტოც ჩემთვის. ვთვლი, რომ აი ეხლა ჩემი კანდიდატურა სწორედაც რომ ისტორიის მოთხოვნაა. დღეს პრაქტიკულად მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მოუტანოთ დაპირებული გაზაფხული. დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვაცილოთ ქვეყანას, აი ეს ელიტა, რომელიც 20 წლის მანძილზე ქვეყანას ძარცვავს და რომელიც ენაცვლება ერთმანეთს. აი რუსული მატრიოშკა რო არის გახსნი და კიდე პატარა მატრიოშკა, კიდე პატარა მატრიოშკა, აი ასე არიან ერთმანეთში პლასტებად ჩალაგებული და მათი რიტორიკა, მათი დაპირებები არ სცილდება სატელევიზიო კამერებს. აი ეს დღე ეხლა დგება, ამ წელში დგება და მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის გადარჩენას. თუ ამის საჭიროება დადგა, თუ მოხსნით თქვენს კანდიდატურას სხვა კანდიდატის სასარგებლოდ? ეხლა ვინმე რო იყოს უკეთესი ჩემზე და იმედი მქონდეს რომ გაწევდა იმ უღელს, რასაც დაადგავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, მე ულაპარაკო დაუჭერდი მას მხარს, მაგრამ სამწუხაროდ და არასაბედნიეროდ ხას უსვავ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, მოქმედიც, რეზერვში გადასულიც, ოპოზიციაში მყოფიც, ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, მონებივრეც წარმოადგენს ერთი და იგივე პოლიტიკური დედმამიშვილებს. არანაირი ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი და საქვეყნო პრობლემა მათ არ გააჩინათ, გარდა საკუთარი პირადი ინტერესების დამკმაყოფილების. ეხლა თუ ეს არ გჯერათ, არა, აგერ გადახედეთ ახალ ოცნების მთავრობასაც, რა გააკეთეს, არანაკლები ცოდვები, ვიდრე მათმა წინამორბედებმა 10 წლის მანძილზე. გამოვიდა ქალბატონი იმერლიშვილი, რომელიც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის აქტიური სახე იყო ხათუნო გოგრიშვილთან ერთად, მე როგორ მოხდა ივანიშვილთან მე განსვიფრებული ვარ და ამხილა პრეზიდენტი სახსრების გაფლანგვაში ვიზიტების დროს და თუმცა ჩვენ კაიხანია ვამბობთ და ვამბობდით რამდენი ასეული მილიონი გაფლანგა სააკაშვილმა ვიზიტების პროცესში გართობის კონტექსტში თუმცა ჩვენ ყურადღებას გვაქცევდეს ხალხი ჩვენს ნათქვამს ხო ამდენი განსაცდელი აღარ შეგვეყრებოდა ნუ რატომღაც სტვლიან რომ აი ჩვენ ვთქვით გული მოვფხანეთ მაგრამ არჩევნების დროს უნდა მხარი დაუჭიროთ თქვათ სააკაშვილს, შევარდნაძეს, ივანიშვილს, ასლან აბაშიძეს, ბრეწველებს და რა ვიცი კიდე 1000 ვიღაცას. ავიღოთ ახალი ხელისუფლების გადაჭარბებული მადა ახალი ხელისუფლება არის ძველია შემოტრიალებულები არიან პრემიების დარგების საკითხში. სააკაშვილი ერთხელ აძლევდა პრემიებს, ამათ 3 ჯერ გაუნაწილებიათ კანცელარიაში. კაგერა მამაცხოვნებულო ივანიშვილზე მაქვს საუბარი. მილიარდელი ხარ. ეს შენი კორუმპირებული ელიტა მაინც შეინახე და ბიუჯეტს მოაცილე ერთგვერდი და შენ თვითონ უყიდე ის ლექსუსები თუ ტოიოტა ლენდ კრუიზერები და შენ თვითონ დააპრემიალე ხალხი. იტალიაში ხელისუფლების არჩევის მოდელზე საუბრობთ თქვენ ბოლო დროს. თუ კი თქვენ პრეზიდენტი გახდით, შემოიღებთ თუ არა ამ პრეცედენტს, როცა ხელისუფლებას, მმართველ პარტიას ხალხი ირჩევს ყოველ წელს? მიმაჩნია რომ იტალიური მოდელი, ანუ ხშირი საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი განკურნება ჩვენი დაავადებული პოლიტიკური ორგანიზმისა, მაგრამ ამას სჭირდება კონსტიტუციური მექანიზმების მოფიქრება, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება მართველი კლანისა,
რომ თავის შეცვლას და ახალ არჩევნებს დაუქვემდებაროს, მაგრამ როგორც ვატყობ, არც ძველ ხელისუფლებებს და არც ახალს ამის არანაირი სურვილი არ აქვთ, რადგანაც ახლა მათთვის ბიზნესი და ბეღელი ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის სახით. შეხედეთ ერთი გოგია ლიპარტელიანი რომპეტროლის ფლობელი. რომელიც იყო შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირში, რომელიც იყო სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც არის ახლა უკვე ოცნების მხარეზე და არის მილიონერი, არის აი ამ ბენზინის მონოპოლისტი, ამიტომ რომ არ აკლდება ბენზინს ფასი, გასაყიდი მთელ მსოფლიოს შემცირდა ნავთობი და აქ მამის სისხლია და ანუ თუ თქვენ გახდით საქართველოს პრეზიდენტი, ცვლილებებს შეიტანთ კონსტიტუციაში? თუ არჩეული ვიქნები პრეზიდენტად, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიფიქრებთ სახალხო ერთიანობის მთავრობის შექმნაზე. იქ მოვიწევთ პოლიტიკურ პარტიებს, ღირსეულ პიროვნებებს, დამოუკიდებელ ადამიანებს, მოაზროვნე ხალხს. ეს არ იქნება ვიწრო პარტიული მთავრობა, ერთპარტიული მთავრობა, რადგანაც ერთპარტიულმა მთავრობებმა ჩვენ ძალიან ცუდი შედეგები გვაჩვენეს და რა თქმა უნდა მე შევცვლით ქვეყნის ძირითად კანონს კონსტიტუციასაც, რადგანაც საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომლის არჩევის ვადები განსაზღვრული იქნება კონსტიტუციით. კონსტიტუციაში კი წერია, რომ პრეზიდენტი შეიძლება არჩეული იქნას მხოლოდ ორჯერ და არა მეტჯერ, მაგრამ პრემიერ-მინისტრზე ასეთი აკრძალვა არ არის. ის შეიძლება 20 ჯერ აირჩიონ პრემიერად. ამიტომა რომ ჯერ სააკაშვილს უნდა დაესუსტებინა პრეზიდენტის პოსტი და გადმოიტანა ფუნქციები პრემიერზე, პრემიერობას აპირებდა. დაასრულა მეორე მილიარდელმა, თვითონ გახდა პრემიერი და ძალიან გაუტკბა სააკაშვილის მოდელი, მას არ უნდა რომ პრემიერ-მინისტრობა დაექვემდებაროს ვადაში შეზღუდვას. ამიტომ არის ახლა რომ პრეზიდენტობის ინსტიტუტი ნიველირებადი გახდა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისაც, რომ პრეზიდენტი იყოს პასუხისმგებელი ხალხის წინაშე და იყოს ორვადიანი და არა მეტვადიანი. თქვენი პარტია რამოდენიმე წამყვანმა წევრმა დატოვა, თქვენ განაცხადეთ, რომ ისინი იყვნენ ნარკომოვაჭრეები და ამის მტკიცებულებებიც გაგაჩნიათ, მაგრამ დღემდე არაფერი ვიხილეთ. თუ შეგიძლიათ თქვათ იმაზე მეტი, ვიდრე საზოგადოებისთვის ცნობილია? ჩემთვის მძიმე თემაა ეს, რადგანაც საქმე ეხება ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებიც მეგონა ჩემი სულის და გულის და ხორცის ნაწილი და რაც ასე არ გამოდგა და როდესაც ძალიან გამიჭირდა, მაშინ იშიშვლეს მახვილი და ჩამარტყეს. ამიტომ ეხლა არ მინდა რომ გაბრაზების ფონზე რაღაცა ვთქვა, მაგრამ სამწუხაროა რომ მათ დაარღვიეს ყველა მორალური ნორმა, რაც შეიძლება ადამიანებს შორის ურთიერთობებში არსებობდეს. შეიძლება კაცი წავიდეს პარტიიდანაც, ვთქვათ, პოლიტიკა არ არის მუდმივი ფენომენი, სხვა სფეროში გადაინაცვლოს, მაგრამ რაღაცა ხო უნდა დაიტოვოს ძაფი იმ ხალხთან, იმ ორგანიზაციასთან, რომელმაც შენ ყველაფერი მოგცა. არაფერი არ დაიშურა შენთვის და ქვეყანაა მოწმერო ამ ადამიანებისათვის პარტიას პირადად მე არაფერი არ დამნანებია, სულ დეპუტატები იყვნენ, სულ საკრებულოში იყვნენ, სულ პარლამენტში იყვნენ, სულ უზრუნველყოფილი იყვნენ, მაგრამ ასე გადავიხადეს. ამჯერად მე თავ შევიკავებ ამ თემის დაკონკრეტებისაგან, მაგრამ მე ვიმეორებ რომ მათ ისეთი რამეები გააკეთეს, რომ ეს ამის თქმაც კი არ შეიძლება ალბათ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა, ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის. პარტიაში ყველამ ყველაფერი იცის. ყველაფერი ვიცით. ჩვენ როდის უნდა გავიგოთ ამის შესახებ? ჯერჯერობით ამას არ ვთვლით საჭიროდ. მაინც ვფრთხილდებით რაღაცას ძველს, თუმცა მე მინდა განვაცხადო, რომ ბევრი რამ მათ შესახებ მათი წასვლის შემდეგ გავიგე. ამიტომ მე მინდა საზოგადოებას მოუწოდო, რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი პარტიის ლიდერებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რა საქმიანობენ, რით უნდქავენ, ეს ვიცოდეთ. ჩემზეც მომაწოდეთ ინფორმაცია თუ რამეს გაიგებ, ჩემი ოჯახის წევრებზეც. პარტია მანამდეა ძლიერი და სამაგალითო სანამ ის კონტროლდება ხალხის მიერ და სანამ ლუსტრირებულია მისი ხელმძღვანელობა. ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება გამჟღავნდეს ეს ინფორმაცია. რამე ვადა დადგენილი არ აქვს შიდა პარტიულ დოკუმენტებში ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული. თუმცა შიდა პარტიული დოკუმენტი განსაჯაროებას როდის დაექვემდებარება, ამას ისტორია გადაწყვეტს. კეთილი, პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ გრძნობს ოპოზიციის ძალას და მესამე ძალაზე ალაპარაკდა, მან მოუწოდა გააქტიურდეს ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაიშვილს. რატომ არ შესთავაზა ეს მაგალითად სხვა პარტიებს, კონკრეტულად ლეიბორისტულ პარტიას რატომ არ შესთავაზა გააქტიურება, როგორ ფიქრობთ? ალბათ თქვენ კარგად ხვდებით, იმიტომ არ გვთავაზობს, რომ ჩვენგან მართვად ოპოზიციას ვერ მიიღებს ისევ როგორც ეს არ გამოვიდა მის წინამორბედებს სააკაშვილს და შევარდნაძეს. აგერ დღეს შევარდნაძის ინტერვიუებს რო ვკითხულობ, ისევ აბოდებს ჩვენზე და ისევ აგრესიულია, ისევ იქბინება, რადგანაც მან თავის დროზე ასევე სცადა ჩვენი მართვა არ გამოვიდა, ისევ როგორც
ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენთან ეს რა თქმა უნდა არ გამოუამას და ყველა ცდილობს რომ მონახოს იოლად მართვადი მორჩილი ოპოზიცია, რომელიც თუ დაავალებენ ხმამაღლა იყურებს, თითს თუ დაუქნევენ და დაწევს ტემპს და მორჩილი იქნება და სათუთი და მოსაფერებელი. ამდენად ვინც მიაჩნია ივანიშვილს რომ ასეთი მისი გემოვნების ფარგლებში იქნებოდა, მათ გაუკეთა შეთავაზება და ძალიანაც კარგი. ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო რებრენდინგი. თქვენ როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, რომელი ძალა უფრო მიგაჩნიათ კონკურენტად, ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა? არა, ნაციონალურ მოძრაობას უკვე სასიკვდილო აგონია აქვს. ეს ხრიალი რამდენი ხანი გაგრძელდება ახლა არავინ არ იცის, მაგრამ მათი რებრენდინგი და შეუმბრუნება არის პრაქტიკულად გამორიცხული, თუ თვითონ ივანიშვილმა არ შეუწყო ამ პროცესებს ხელი იმ კოჰაბიტაციით, იმ დაუჟელობით, იმ პასუხის მოუთხოვნელობით, რომელიც ახალი მთავრობის პოლიტიკა გახდა ყოფილი ხელისუფლების მიმართ, აი თუ თვითონ არ შეუწყო ხელი, რა თქმა უნდა ისინი მეორედ ვერ მოვლენ და ვერ მოტრიალდებიან. ამდენად ეს დამოკიდებულია მთლიანად ივანიშვილზე, რომელიც ვიმეორებ არის შეკრული მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც წარმოადგენს გადასარჩენ მაშველს რგოლს ნაციონალური მოძრაობისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სააკაშვილი მieყვანა საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის რანგში, გამოვიდა ისე, რომ ეხლა მთელ დასავლეთში იციან ერთი რამ. კი, სააკაშვილი არის ღვთისმსხურიდან გადავარდნილი დიქტატორი, ტოტალიტარული რეჟიმის დამფუძნებელი თუ ასე ვთქვათ რეფორმატორი, მაგრამ მან დაათმო ძალაუფლება. მან დაუშვა ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლა. შესაბამისად, მას ივანიშვილმა ჩამორეცხა დიქტატორის იმიჯი. ეს არის ფაქტი. რა უნდა ექნა ბატონ შალვა? დიქტატორები როგორც წესი არ თმობენ ძალაუფლებას და არ აღიარებენ წაგებული არჩევნების შედეგებს. ანუ არ არის დიქტატორი. ამ შედეგებით როგორღა? ეს გაუკეთა ივანიშვილმა. ჩვენ მას ვთავაზობდით, რომ მოდი საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩემო ძვირფასო, თუ ოპოზიცია ხარ, თუ გინდა რეჟიმის შეცვლა, თუ გინდა სისტემის გადასხვაფერება, თუ გინდა სახალხო პოლიტიკის დანერგვა, მოვიცილოთ ყველა უბედურების სათავე მიხეილ სააკაშვილი. ვაიძულოთ, რომ ის გადადგეს და რომ ის მიტინგები, რაც ნახა ხალხმა რუსთაველის პროსპექტზე ივანიშვილის რეპის მოსასმენად, ის ხალხი რომ მიგვეყვანა პრეზიდენტის სასახლის გარშემო და ახლომდებარე პარამეტრებზე, სააკაშვილი 3 დღე გაუძლებდა მაგხელა სახალხო ზეწოლას და მე გამოცხადებდა გადადგომას, მაგრამ ეს არ მოინდომა ივანიშვილმა, გადაარჩინა. ამიტომ ამბობ, რომ უნდა მიშამ დაუდგას ბიძინას თავისი სიგრძე სანთელი დაუნთოს და ილოცოს მაგის სახელზე, იმიტომ რომ ფაქტურად გადაარჩინა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს წასვლას პოლიტიკიდან. ეხლა თუ გავითვალისწინებთ მიშას დაუდგრომელ ხასიათს, ალბათ ეს ხუმრობა არ არის. მან ისიც თქვა, რომ ახალ პრეზიდენტს კონსულტანტად დაუდგება, რჩევლად, ხო? მე თუ გავხდები პრეზიდენტი, მას ნამდვილად უმუშევრობა ემუქრება. კონსულტანტობას ვერ მიიღებს, შემიძლია ეხლავე დავპირდე. არ ვიცი სხვასთან რამდენად გამოვა ეს შტატი. მაგრამ ის რა თქმა უნდა შეეცდება რომ გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა, ну ამისათვის აქვს ასაკიც, ამისათვის გააჩნია მილიონები თუ მილიარდები არა და რაც თავარია უცხოეთის ლობისტური კანტორების მხარდაჭერა. ეს არ არის სახუმარო მომენტი. ჩვენ შეგვიძლია ახლა უკვე თამამად ვთქვათ, რომ 10 წელი მიშას ხელისუფლებაში გაჩერება იყო წარმოუდგენელი, რომ არა დასავლეთის ლობისტური ორგანიზაციების მხარდაჭერა და დღესაც პრაქტიკულად აი ნაცმოძრაობის დაუჟელობა ეს შედეგია იმ ორგანიზაციების ზეწოლისა სუსტ ქედიან ივანიშვილზე, რომელმაც ვერ გაუძლო აი ამ ზეწოლის პროცესებს და ფაქტურად დანებდა სააკაშვილის ლობისტებს დასავლეთში. ეს არის ფაქტი. ყოველთვის აკრიტიკებდით ხელისუფლებას, დღეს უკვე ქართულ ოცნებას. თქვენ უკვე უწოდეთ არასახელმწიფოებრივი ახალი ხელისუფლების მზადყოფნას გამოიძიოს აგვისტოს ომი. კიდევ რას ხედავთ არასახელმწიფოებრივ? ძალიან ბევრ რამეს, თუნდაც იმას, რომ რუსეთთან ბაზრის გახსნა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა გამოიხატა ივანიშვილის ძმის 2 კომპანიის რუსეთის ბაზარზე დაშვებით. თუ ეხლა ივანიშვილის ძმის გაშვება იყო მთავარი სტრატეგიული საკითხი ჩვენთვის, არა,
ეს შეეძლო მას ხელისუფლებაში მოსulis გარეშეც გაეჩალიჩებინა ონიშენკოსთან. ჩვენთვის მთავარია, როგორც ვიცი, ჩვენი პროდუქციის თავისუფლად გატანა რუსეთის ბაზარზე, რომ კახელ გლეხს, ჩურჩხელა, ყურძენი, ღვინო გაქონდეს ვლადიკავკაზსა და კრასნოდარში, ისევე როგორც თქვა, სამეგრელოდან და გურიიდან გაქონდეთ ჩაი, ციტრუსი და მანდარინი და დაფნა და ფეიხუა სოჩის მიმართულებით და ისევე როგორც თქვა, აჭარა უნდა იყოს ფართო წარმოდგენილი მთელი რუსეთის სივრცეზე, ვლადივოსტოკამდე როგორც ეს ადრე ხდებოდა, ისევე როგორც თქვა, ქართლელი გლეხი კამჩატკამდე დაატარებდა ვაშლის პროდუქციას. ეს არაფერი არ მომხდარა და გვიცხადებენ ჩვენ, რომ აი ივანიშვილის ძმის თელიანი ველი და კიდე მეორე რაღაც ღვინის კომპანია გასვლა იმაზე, რა ქვია, რუსეთის ბაზარზე არის დიდი მიღწევა და რუსეთის კარის გახსნა. ნუ სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს ეთყობა ადამიანებს ქვეყნის კარის გაღება რას ნიშნავს და საკუთარი ბიზნესის კარები როგორ უნდა გაეღოს და სად უნდა გაეღოს. რა არის მართველი კოალიციის სისუსტე? მართველი კოალიციის სისუსტე არის ვერცხლმოყვარეობა, რადგანაც იქ ადამიანები მივიდნენ არა იდეის გარშემო, არამედ ივანიშვილის 7 მილიარდის ხათრით და სანამ ეს უკანასკნელი აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ექსპერტებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, მანამდე იქნება კოალიცია მყარი და ერთიანი, როგორც კი ის დაფინანსების ტემპს შეანელებს ან შეწყვეტავს, რა თქმა უნდა, იმავე წუთს ეს კონგლომერატი დაიშლება. როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში? ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არ გააჩნია, გარდა ერთისა, რომ როგორმე ასიამოვნოს რუსეთს, თუმცა თუნდაც არის ის, რომ ამ ასიამოვნების პროცესში რას დაკარგავს ქვეყანა და რას მოიგებს იგივე ოკუპირებული ტერიტორია და იგივე თვითონ რა გამორჩენას ნახავენ პოლიტიკური დივიდენდების თვალსაზრისით, ჯერჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პრევალირებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკა და იდეოლოგია. მხედველობაში მაქვს სუფაშვილ, ხიდაშელ, ბერძენიშვილებ, ზაქარეიშვილის მიდგომა, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ითვალისწინებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად ჯერჯერობით სამწუხაროდ ივანიშვილის პოლიტიკა არის ამ ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა. პატა ზაქარეიშვილი საუბრობს სირიელი აფხაზების დაბრუნებაზე. ხო, აი ესეთი საუბრის გამო დავით აღმაშენებელი თავს აჭირდა ლიპარიტ ბაღვაშებსა და სხვებს. სირიელი ისინი გვინდა აფხაზები, ადგილობრივი აფხაზები ვერ მოგვინელებია და ერთი სტადიონის რაოდენობა ხალხმა 60,000 აფხაზმა ამხელა ტრაგედია მოგვიწყო და ამხელა სახელმწიფო დაგვიშალა. სირიელი აფხაზები გვინდა ჩვენ კიდე? აი ეს არის სამშობლოს ღალატი, მეტი კი არაფერი. იქ სირიელი აფხაზი, აქ ირანელი, კახეთში ინდუელი, იქ გორში სიქხი, იქ წალენჯიხის დღეებში იტალიელი, იქ ჩინელი და რა გადარჩა ეს საქართველო, არაფერი აღარ დარჩა. ხელისუფლება თვლის, რომ საქართველო არ უნდა იყოს რეგიონის ლიდერი, ანუ არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შორის. გამართლებული მიგაჩნიათ თუ არა ასეთი მიდგომა? ახლა საქართველოს იმპერია რა თქმა უნდა ვერ იქნება, მაგრამ ის რომ თავის სეგმენტში და რეგიონში იყოს ლიდერი, ამას არ სჭირდება არანაირი ახალი ხელისუფლების სურვილი ან ხელშეწყობა. ჩვენ გეოგრაფიულად ისედაც ვითვლებით კავკასიის ცენტრად, ისედაც გვაღიარებს მთელი მსოფლიო ლიდერად, განსაკუთრებით სატრანზიტო მაგისტრალებს და ენერგორესურსების გადატანა-გადმოტანას რაც ეხება და მხედველობაში მაქვს ასევე კონტეინერული გადაზიდვები, კონტაქტები, იგივე საჰაერო სივრცე, ყველაზე მოკლე მონაკვეთები აგადის, ხო, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ძალიან დიდი შემოსავალი აქვს საქართველოს ბიუჯეტს აი იმ უცხოური საერთაშორისო ხომალდების მიმოფრენით, რომელიც ჩვენ თავზე ხორციელდება. ამდენად ლიდერი ვართ ავტომატურად, ეხლა მთავარია რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და მთავრობამ ეს ლიდერის სტატუსი არ ჩამოხსნას და გეოპოლიტიკურ ჩიხში არ შეგვიყვანოს, რაც უკვე დაწყებულია ივანიშვილის პოლიტიკის შედეგადაც. რა შეიძლება მოხდეს? ნუ შეიძლება მოხდეს პირველ რიგში საქართველოს დაშლა დანაწევრება. ეს საფრთხე გავლილი არ არის და თუ ასე გაგრძელდება რეგიონალური ენების დაკანონება ოფიციალურ სახელმწიფო ენებად კონკრეტულ რეგიონში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუ გაგრძელდება ეს რევერანსები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მიმართებით, თუ გაგრძელდება აი ესეთი პოლიტიკა, სადახლო პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა, ჩადის სტამბოლში და იქიდან ჩამოაქვს თურქმესხების ჩამოსახლების გეგმა, ჩადის სტამბოლში იქიდან ჩამოაქვს მეჩეთის აშენების გეგმა, ამ დროს მეჩეთი საერთოდ არ არის პოლიტიკური საკითხი, არც ეკლესია, ეს უნდა რელიგიურმა პირებმა გაარკვიონ ერთმანეთში. ჩადის იქ, რა ქვია, ერევანში და ჩამოაქვს ირანი, სომხეთი, საქართველო, აფხაზეთი, მოსკოვის რკინიგზის აღდგენის გეგმა, იმიტომ რომ რუსეთს უნდა ინდოეთის ოკეანეზე გავიდეს, თანაც ისე რომ აფხაზეთი არ დააბრუნოს.
აბა ამ შემთხვევაში ახლა რა ლიდერობაზე შეიძლება საუბარი, როცა საკუთარ ქოხისთვის ვერ მიგვიხედია. იმედია, რომ ეს პროგნოზი ჩემი არ აცხადდება, მაგრამ საფრთხე ლიდერობის დაკარგვის არის რეალური და როგორც ჩანს, ეს კარგად ესმით ივანიშვილის ბანაკშიც და ასწრებენ მოვლენებს და წინასწარ აცხადებენ, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ლიდერის პრეტენზია. რატო არა? ადამიანს რო ლიდერის პრეტენზია არ აქვს ნებისმიერ სფეროში თავის მოღვაწეობისა, ითვლება, რომ ის არის ძალიან სუსტი. 2004 წელს თქვენ მიმართეთ კოფი ანანს, რათა გაეროს შეესწავლა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, ხომ არ აპირებთ იგივე საკითხის დაყენებას ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და ვის მიმართავთ ამჯერად? ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ძალიან ცუდად შეისწავლა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფაქტიურად ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არის სპეცსამსახურების ნამუშევარი და იგი ამხილა ასე ვთქვათ ბრიტანეთის ოფშორულ ზონებში ძალიან ესეთი შავი საქმეების წარმართვაში და ფაქტიურად ეს ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ გაიხსნას ივანიშვილის მიერ ინდუეთში და ანგოლაში უკანონოდ გაყიდული იარაღის საკითხები და სხვადასხვა. აი ამას ვამბობდით ჩვენ არჩევნების წინ, რომ არ შეიძლება ქვეყნის მეთაური, ეს მნიშვნელობა რა ნათელაშვილი იქნება, სააკაშვილი, ივანიშვილი, პეტრიაშვილი, პავლეშვილი, კომპრომენტირებული იყოს, კუდებით იყოს. აი, როდესაც მას აქვს საკომპრომენტაციო გარემოებები, ვიღაცა შეუძლეს რაღაცაში გამოიჭიროს, აიძულოს, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს, მისი ხელისუფლებაში ყოფნა არ შეიძლება, საშიშია. და ამას ვამბობდით, რომ ეხლა მილიარდელი, ხო ვიცით, ეხლა ეს ფულები რითი იშოვეს, მაგ აბრამოვიჩებმა, მაგ ცხონებულმა ბერეზოვსკი, მაგ გუსინსკი, მაგ ხადარკოვსკი, იმა რა ქვია, ივანიშვილმა, ყაჩაღობით, ბანდიტობით, საქმეების გარჩევები მიდიოდა, ტონას სისხლი დაიღვარა, იქ ეხლა მე ასე არ მჯერა, მაგრამ კვანტრიშვილების სიკვდილიც ამას ბრალდება ივანიშვილს. შესაბამისად, ნებისმიერ ეხლა შინაურს და განსაკუთრებულ გარეულს შეუძლია იმოქმედოს მასზე და უთხრას, რომ აი ძმაო, შენ რო ყიდიდი ამ ჩვენს კალაშნიკოვებს, იმაზე რა ქვია, აი ამ ანგარიშ ფაქტურებს დაგიდებთ წინ, თუ არ აღიარებ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. სიტყვაზე ვამბობ, მართან დაგვიპაროს, ხო? ის უკვე გამოჭერილია. ის უკვე მართვადია. კეთილი, ვალერი ხაბურძანიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე რას ფიქრობთ, მას სურს პარტია შექმნას? ეს ძალიან კარგია, რომ პარტია უნდა შექმნას, მე მასთან ახლა რაიმე კონკურენციული შური ან ისეთი ქვენაგრძნობები არ აკავშირებს და არ მაწუხებს მის მიმართ. ერთადერთი მე მაინტერესებს, რატო ჩაქონდა მას წლების მანძილზე ჩვენზე ცუდი ინფორმაცია მოსკოვში. ახლა ჩვენ არც ის გვინდა რა ქვია კრემლს ჩავიხუტო და არც თეთრ სახლს. ჩვენ არც კრემლის აგენტურა ვარ და არც თეთრი სახლის, მაგრამ ბატონ ხაბურძანიას და მის მეგობრებს მოსკოვში ჩაქონდათ და ავრცელებდნენ ძალიან ცუდ ინფორმაციებს თქვენს მონამორჩეზე და ლეიბორისტულ პარტიაზე და თანაც რა ასპექტში, რომ ჩვენ ვართ ვაშინგტონის ამერიკის აგენტები. ეხლა ამერიკაში ჩაქონდათ სააკაშვილის ჯგუფს, რომ ჩვენ ვართ მოსკოვის აგენტები, გახსოვთ, რუსეთის აგენტები, ხო? აი ეს მაინტერესებს, ეს რატო გააკეთა მან? რუსეთში ძალიან ბევრი ელიტაში მყოფი მოღვაწე ჩემთან სწავლობდა და კონტაქტები მაქვს და აი მეუბნებია, რომ აი ესეთი ინფორმაციებია და უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც რაღაცა გაუხსნელი მიზნით კომპრომენტაციას უკეთებ პიროვნებას სულად უსაფუძვლოდ. აბა როგორ ვარ ახლა მე ვაშინგტონის აგენტი ან ამერიკის აგენტი, როცა ამერიკაში აქეთ მეძახიან რუსეთის აგენტს და ნუ მოკლედ აი ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ ამ პიროვნებასთან. სხვა ახლა კი ბატონო შექმნას პარტია იმდენ უღირს ვინმეს აქვს პარტია შექმნილი, რომ ახლა ხაბურძანია მათთან შედარებით ის არის რა ქვია ლომეშავე. მადლობთ ბატონო შალვა, იმედია საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით პოლიტიკოს ეთერში. მზად ვარ ნებისმიერ თქვენ დაძახებისთანავე გამოვცხადდა. მადლობთ.